პირდაპირ გამოგეცხადეთ. მოგესალმებით YouTube-ის ბინადრებო, დიდი დრო გავიდა რაც ვიდეო არ დამიდია, ხოლო ახლა ვაპირებ რომ დაუბრუნდე. ესე იგი, არ ვაპირებდი ვიდეოს გადაღებას, არც მქონდა დაგეგმილი ან რამე, ან ვარ წინასწარ მომიმზადებია ტექსტი, უბრალოდ გადავწყვიტე, აი ესე, ჩამერთო და მესაუბრა. როგორც ჩემს წინა ვიდეოებში, ახლაც არ მიფიქრია რომ აი ახლა ავდგები ვიდეოს ჩავწერ, რამეს დავსკრიპტავ, მოვამზადებ და მოგიყვებით, არა. თუმცა ალბათ დაუბრუნდები, დავიწყებ ვიდეოების გადაღებას აქტიურად. და რას ვაპირებ? ანუ ყოველთვის მქონდა საშინლად მაღალი თვითშეფასება და ვფიქრობ ეგ იყო ჩემი პრობლემა, მაგრამ მაღალ თვითშეფასებასთან ერთად მქონდა იმის განცდა, რომ არ ვიყავი საკმარისად კარგი, ანუ ვიყავი ძალიან თვითკრიტიკული. მოკლედ, ამ არხზე გავაგრძელებ ვიდეოების დადებას, პერსონალითი არხი იქნება ჩვეულებრივ, ანუ არც რაიმე პროექტს ვგეგმავ ან რაღაც იუმორისტულ კონტენტს. ვფიქრობ, რომ იმ მცირე აუდიტორიაზე იქნება მორგებული, რომელსაც უნდა მოისმინოს ის რაც ჯერ არ იცის. მინდა რომ მე ვიყო და დაგანახოთ ის რაც ჩემია და მოგაწოდოთ ჩემი შეხედულებები, აზრები და ასე შემდეგ, ანუ იმ მცირე აუდიტორიას მაინც ვისაც ჩემი მოსმენა დაინტერესებს. თუმცა რამდენიმე კვირის წინ მომივიდა ასეთი შეტყობინება YouTube-ისგან, რომ მონეტიზაცია გამეთიშებოდა, რადგან ანუ არ ვდებდი ვიდეოებს, გამომწერები დამაკლდა, ნახვები არ მქონდა და ასე შემდეგ. მითიშავენ მონეტიზაციას. მონეტიზაციაზეც დიდად არ ვდარდობ გამეთიშოს. ჩემი მთავარი პრიორიტეტი არ არის ნახვები, არც მონეტიზაცია მექნება ან არ მექნება. ნახვები, გამომწერები, ეს ის არ არის ახლა რაც მჭირდება. ალბათ იმიტომ გავქრი, ანუ რაღაც 4 ვიდეო დავდე, მერე წავედი და ამის მიზეზი ვფიქრობ ის არის, რომ მინდოდა ის მეკეთებინა, რაც მინდოდა. და არ ყოფილიყავი ისეთი კონტენტის შემქმნელი, რაც თქვენ გინდათ, ანუ რაც უმრავლესობას უნდა. ანუ რაღაც ბინდის ზონაში ვარ მოქცეული. YouTube აღარ არის ის პლატფორმა, სადაც ადამიანი შეძლებს რომ გამოხატო საკუთარი თავი, ანუ საკუთარი გემოვნება და ასე შემდეგ. თუნდაც დაადო ვიდეოს შენი საყვარელი მუსიკა, ანუ უნდა იპოვო copyright free რაღაც საშინელი მუსიკები, რომელიც არც არავის არ მოსწონს, ანუ და არც თავად არ მოგწონს. ხარ ძალიან შეზღუდული, ანუ მხოლოდ გრჩება აზრები, რის გამოხატვაც შეგიძლია, ანუ აზრების გამო copyrights არ დაგადებენ. აზრების გამო არავინ არ დაგჭის, ანუ თუ დანაშაულებრივი აზრები არ გაქვს, ხო, ბუნებრივია. დღეისთვის სულ ეს იყო, არც არაფერზე საუბარს არ ვაპირებდი, უბრალოდ მინდოდა რომ თქვენთვის მომეწოდებინა ის ინფორმაცია, რომ ვაპირებ გავაგრძელო ვიდეოს გადაღება, დამპლური თამაშები. მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. დროებით. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.